მოგესალმებით მეგობრებო. სახალხო დამცველმა გამოსცა სპეციალური ანგარიში, რომელიც შეეხება სოციალური საცხოვრისების მდგომარეობას. მთელი საქართველოს მასშტაბით, თუ გექნებათ სურვილი, რომ გაიცნოთ ამ სპეციალურ ანგარიშს, ლინკს დავტოვებ აუცილებლად და შეგიძლიათ გაეცნოთ. მე პირველ რიგში მოკლედ მოგიყვებით რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური საცხოვრისები, რომელიც დადგენილია გაეროს კომიტეტის მიერ და ასევე გეტყვით ოზურგეთში როგორი მდგომარეობა გვაქვს სოციალურ საცხოვრისებში. მოგეხსენებათ, ოზურგეთში არის ორი სოციალური საცხოვრისი, ერთი არის ჟღენდის ქუჩაზე და მეორე მდებარეობს სოფელ მერიაში. და იქ იმყოფებოდნენ ჩემი კოლეგები, რა თქმა უნდა, მეც არაერთხელ იმყოფებოდი ამ სოციალურ საცხოვრისებში და აქვე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში არის პრობლემები, რომლებიც ვერ მოგვარდა სამწუხაროდ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური საცხოვრისების მართვა არის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილება, უფრო სწორად უსახლკარო პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის მუნიციპალიტეტის მერიების საკუთარი უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად. ახლა კი გაეროს კომიტეტის მიერ დადგენილი კრიტერიუმი, 7 კრიტერიუმი არის ასეთი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური საცხოვრისი იმისათვის, რომ ჩაითვალოს სათანადოდ. პირველი არის საცხოვრებელი ფართის ფლობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. ანუ ადამიანი, როდესაც ცხოვრობს კონკრეტულ ფართში, მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და იმისათვის, რომ არ დაემუქროს ან გამოსახლება, ან შევიწროება და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი. მეორე, მომსახურებით, მასალებით, მოწყობილობებით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გათბობა, ასევე უნდა ჰქონდეს სანიტარულ პირობებზე წვდომა, ნარჩენები უნდა გახქონდეთ დროულად და ასე შემდეგ. ეს არის მეორე კრიტერიუმი. ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუ ადამიანი კონკრეტულ თანხას იხდის მაგალითად საცხოვრებელში, ეს თანხა არ უნდა იყოს ისეთი, რომ სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება გაურთულდეს. ანუ ადეკვატური საფასური უნდა იყოს გადახდილი ამ საცხოვრებელში. საცხოვრებლად ვარგისიანობა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ფიზიკურად უსაფრთხო საცხოვრებელი, სადაც ცხოვრობს ადამიანი. შესაბამისად, ადამიანი უნდა იყოს დაცული კლიმატური პირობებისგან, ხო, ქარისგან, თუ სიცხისგან, ნესტისგან, ასევე რაც ძალიან ბევრ საცხოვრისში არის ძალიან დიდი პრობლემა. მისაწვდომობა, შემდეგი კრიტერიუმი, მისაწვდომობა გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს ადაპტირებული ყველანაირი საჭიროების პირისთვის, განსაკუთრებით შშმ პირებისთვის. აგრეთვე ადგილმდებარეობა. საცხოვრისი უნდა იყოს განლაგებული ისეთ ადგილას, რომ ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ საცხოვრისში, გაუადვილდეთ გადაადგილება დასაქმების ადგილებზე, სასწავლო დაწესებულებებში, ასევე უნდა მოძრაობდეს, რა თქმა უნდა, ტრანსპორტი. და კულტურული თვალსაზრისით შესაბამისობა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, იმიტომ რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი შეიძლება ცხოვრობდეს სოციალურ საცხოვრისში. რაც შეეხება, ეს იყო ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური საცხოვრისი. რაც შეეხება ოზურგეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისებს, პირველ რიგში სოფელ მერიაში მდებარე სოციალურ საცხოვრისს რაც შეეხება, იქ წლების განმავლობაში არის პრობლემა და ამ სპეციალურ ანგარიშიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. გარე ფასადები, კერძოდ გარე ფასადი სოლდება, შემდეგ ეს სისველი შედის უშუალოდ ბინებში. გარდა ამისა, შავდება კედლები, რაც ფოტოების სახითაც არის მოცემული სპეციალურ ანგარიში. სრულიად გაშავებულია ჭერი, განსაკუთრებით ბოლო სართულზე, იმიტომ რომ წყალი იყო ჩამოსული და ნესტის შედეგად აბსოლუტურად შავი იყო კედლები, როდესაც ჩვენ იქ ვიყავით. იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით ისეთ, როგორიც არის
ვიცი, სასუნთქი გზების პრობლემები, განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია. გარდა ამისა არის საკანალიზაციო სისტემის პრობლემები სოფელ მერიაში. არის არასასიამოვნო სუნი და ეს პრობლემა უკვე წლების განმავლობაში არის მოუგვარებელი. ასევე არის პრობლემა სარდაფში დაგროვილი წყალი და ანტისანიტარია. ესეც წლების განმავლობაში არის მოუგვარებელი პრობლემა და ასევე მოსახლეობას აქვს გარე ფასადების, გარე სივრცის მოწყობის მოთხოვნა. როგორც იცით, ბავშვები ცხოვრობენ სოციალურ საცხოვრისებში, შესაბამისად არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, თუმცა განსაკუთრებით ბავშვებისთვის ცხადია, ასევე ხანდაზმულებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სარეკრეაციო სივრცეები და გასართობი მოედანი ან რამე მსგავსი სივრცე, რომელიც არ არის და წლების განმავლობაში ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა, რომ გაკეთდეს ასეთი სივრცე და ასევე აღსანიშნავია, რომ ეს გარე სივრცე არის მოუვლელი და ესეც ძალიან დიდი პრობლემა არის. რაც შეეხება ჟღენტის ქუჩაზე მდებარე საცხოვრის, ასევე არის ძალიან სერიოზული ნესტი შენობაში, ეგრეთ წოდებული ჟოლოფები არის დაზიანებული, რის შედეგადაც ცვლილდება კედლები და ეს სისველი შედის შენობაში და ნესტი არის შენობაში. გარდა ამისა, გროვდება წყალი სარდაფში და სარდაფი არის ასევე დაბინძურებული, არის ანტისანიტარია. მოსაპირკეთებელია გარე პერიმეტრი, გარე მოასფალტებას საჭიროებს, იმიტომ რომ დგება წყალი, შეუძლებელია ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის გადაადგილება ამ ტერიტორიაზე და შესაბამისად ასევე სახურავთან დაკავშირებით არ იყო პრობლემა. ჟოლოფები, როგორც აღნიშნე, ეს იყო ძირითადი პრობლემა და ხო, ჩვენი ვიზიტის დროს ხე იყო წაქცეული და ეს ამანაც დააზიანა იქ არსებული შენობაზე არსებული ჟოლოფები და ესეც საჭიროებდა, რა თქმა უნდა, რეაგირებას. ეს იყო ძირითადად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ საცხოვრისებში ზოგადად ყველგან და მათ შორის, რა თქმა უნდა, ოზურგეთშიც ადამიანის ღირსებასთან მოკლედ სოციალურ საცხოვრისებში ისეთი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ღირსებისთვის და რომელიც ადამიანის ღირსებას შეესაბამება, რაც არ არის ასეთი პირობები შექმნილი არც სხვა საცხოვრისებში და მათ შორის, რა თქმა უნდა, არც ოზურგეთში და ამას თქვენ იხილავთ, რა თქმა უნდა, როდესაც გაიცნობით ჩვენ სპეციალურ ანგარიშს თავისი ფოტოებით. ამიტომ ვისაც მოკლედ გაგვთ სურვილი და ინტერესი, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ანგარიშს. მადლობა ყურადღებისთვის.